ახლა გავზომავთ მანქანის ხმაურს, ხმის იზოლაცია რამდენად კარგად არის გაკეთებული, გავსწორდებით, ჩავრთავთ დეციბალომეტრს და გავიგებთ რა ხდება ჩვენს თავს. წავედით. მოკლედ, საშუალო არის 61 და 1 და მაქსიმალური აჩვენა 64. რაც არის ძალიან დაბალი მაჩვენებელი, იმიტომ რომ გავითვალისწინებთ იმას, რომ Hyundai-ს და Mercedes-ს რომ ტესტავდით, მაშინ საშუალო იყო 63-მდე თითქმის. კაი, მოდი ახლა ვნახოთ Toyota რას იზამს. ახლა გადმოვჯექით Toyota რა 4-ში. ხმაურიანია იმასთან შედარებით, რომ ჩემი აზრით შედარება ახე. ხო არ გადავაბალო სპორტულ მანქანაში მგონია თავი, მაგრამ მაინც ვნახოთ. მიუხედავად იმისა, რომ იქ ანუ სიჩქარის მომატებისასაც გქონდა ჩართული, აქ არ ჩავთავ მაგ დროს. და პროსტა ისეთ ჩავთავ რა, აჰა. მოკლედ 62 და 1-ია საშუალო, მაქსიმალური 74 დააფიქსირა, რაც ძალიან ბევრია. მოკლედ ნახეთ თემარაშია. მიუხედავად იმისა, რომ საშუალოც უფრო მაღალი აქვს Toyota-ს, ანუ უფრო ხმაურიანია სალონში. მაქსიმალური ამან კიდევ უფრო მაღალი დააფიქსირა, რაც ნიშნავს, რომ როდესაც ისეთი გარემოება, აი მაგალითად იმ მანქანაში დიფალში რა, სატვირთოსთან ჩავიარეთ. სატვირთოსთან ჩავლა ყოველთვის უფრო ხმაურიანია ხოლმე, ვიდრე ესე სიარული. ამ Toyota-ში აჩქარებაც არ გამიკეთებია ხმის გაზომვის დროს. ანუ იქ სადღაცას მე მგონი 50 კმ/სთ-დან დავიწყე გაზომვა, ავჩქარდი 100-მდე და მაგ დროს კიდევ უფრო ხმაურიანია მანქანა, ეგ აქ არ გამიკეთებია. მიუხედავად მაგისა, მიუხედავად იმისა, რომ იქ სატვირთოსთან ჩავიარე და მიუხედავად იმისა, რომ აქ მარტო სტაბილური სიჩქარე გავზომე თითქმის, მაინც უფრო მაღალი აჩვენა ხმაურიანობა. ამასთან, მაქსიმალური Toyota-ს უფრო მაღალი აქვს ვიდრე Dipal-ს, რაც ნიშნავს, რომ ესეთი დიდი ხმაური უფრო შემოდის სალონში, ვიდრე Dipal-ში. ხო და ეგეც კიდე ცალკე პრობლემაა რა. ანუ ამ ხრივ სალონში როგორი სიჩუმეა, მაგაზე ცალსახად Dipal-ია გამარჯვებული.